ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ ვართ აეროპორტის ტრასასთან, მივდივართ კახეთში, აგერ ხედავთ აი ამ ქანდაკებას. და გზად ნახეთ, აი ველოსიპედისტი კაცი რო გადის კახეთიდან თბილისში, აი ის, როგორ ახარ? მიცანი? როგორ ახარ? ეხლა ჩამოხვედი კახეთიდან ველოსიპედით, ხო? ხო, მომისე, რა ჩამოიტანება? მოთი. ბევრი? გზა დააგროვა. ესე იგი, ყოველ დღე, თითქმის 2 დღეში ერთხელ კახეთის ბოლოდან, საიდან? მაღაროდან მოდიხარ აქ. ფოტოგრაფი კაცი. მეორე კლასის მძღოლი. მეორე კლასის მძღოლი, ველოსიპედის უბადლო მცოდნე. ზოოინჟინერი. კიდე? რაღაცა იყო კიდე აღარ მახსოვს. ტელემექანიკი კიდე? ტრაკერის კურსები სამაგდამთავრებული. კიდე რაღაცა იყო ერთი. კიდე მეორე რამე, მე მუსიკანტიც ვარ. მუსიკანტიც ხარ, რაზე უკრავ? ყველაფერი. ხო? რაც ფორმალზე ვარგა. რაც ფორმალზე, აკორდეონზე? და ნუ არ ვიცი, ეს უნიკალური კაცი და. მაინც არ გენანება რომ აი დადიხარ აი ამით. რა არა შენამენი. არა, ნუ რა ვიცი, ამდენი რამე იცი და სხვა რამე რო გეკეთებინა? სხვა რა ვაკეთებ მაგალითად. მე ყველაზე კაი საქმე, ხო დეკორაციას ვაშენე. ხო არა? სად? აი წყეპარკი გავაშენე. სადა? იქავე თამთან. ეხლა რო ჩავიდე მაღაროში მანახებენ შენ წყეპარკს. ვისთან მივიდე ვინ მიკითხო? მისთანაც ვნევავდი. არა, შენ რა ქვია? ველოსიპედი და მოთლები. გაუმარჯოს ხალხს. რა ხდება? თქვენ რა მიშვილია რა? მე ვარ კი. რა ხდება? ხდება რა? ტელევიზორში დაგინახავ ხოლმე. ყურძენს აბარებთ? თუ ვერ აბარებთ? როგორ ვაბარებ? რა ღირს ყურძენი? 50-მდე, 40. მე მაყოფილი ხარ მაგით? არა, მაგრამ რა. ხო, კაი. ყურძენს აბარებ თუ ყიდულო? ხან ვაბარებ, ხან ავყიდი რა. კაია, ეს როგორ არის? კაკლის ჭხიალი მომწესო, გურუმაროთ ხო? კახელები როგორ ამბობთ? ხო, კახელები როგორ ამბობთ? კაი, მომისინე. აბარებ თუ არ აბარებ ბოლო-ბოლო? ეხლა ცოტა გამაქვს ძალიან 1-2 ტონა გამა ისკინე გავყიდო. ქარხანა როგორ ჩავაბარო, ქარხანა თლიანი გრუზი ჩავაბარო. მე მაყოფილი ხარ? როგორ ვარ მაყოფილი? ხო და ხარ თუ არა ხარ რა? ვა, როგორ ვარ? ხარ, ხო? ყველაფერი კარგად არის. ფასი ყველაფერი მოიგე, ხო? არა. მოიგე თუ დავაგე რავი დაწიყვე გიყო რა. ჰა? მოიგე თუ დავაგე რა წიყვე. არა, მომისინე, შენ მოიგე თუ წააგე ახლა ამ სეზონზე? მოიგე. მოიგე, ხო? არა. ყველა მაყოფილი ხარ ხალ, ხო? ვა, ყველა? ჰა? ყველა რანაირად არის? რა ვიცი, ება იძახიან მაყოფილი ვარ. მაყოფილი არა, ეს არის კული, რა თქმა უნდა. შენ არა ხარ მაყოფილი? არა. რატო? იმიტომ რომ რას სახიან მოსავალ ფასი არ არის. არა ვარ მაყოფილი. შენს კაცი მაყოფილია, ეს არ არის. იმიტომ არ არის საფასი. დასაკრეფიოთ რაც არის რომელი ფასი კარგია მოგწოს. შენა გავდა. არა ფასი მოგწოს. მოსავალია ორმაგი სამაგიო. მორმალ სამაგიო თიმარ ფასი არა. კაი, შენ მაყოფილი ხარ, შენ არა. კაი, გასაგებია. მოდი. თქვენ მაყოფილი ხარ? მე თავარ მაყოფილი. რომელია ძმაო მაყოფილი? რა ვიცი აბა. მოსულები მაყოფილები კი არ არიან ძმაო. გაჭირებულო ცხოვრება მაიყვანათ აი ძმაო. ინა რა გადავიღო? მითხარი და გადავიღო. გადავიღო და ერთხელ არ უხსენებია რომ ვაშლი გასაყიდი დარჩა კონდოს და 10 თეთრი ღირდა წესა და 15 თეთრი მოყვანა ღირდა. ეგენი რატო არ გააშო? სად ჩამოვიდე? შენთან ჩამოვალ. გორში ჩამოდი და გაარკვევ. გამალაპარაკებ ყველა სეშენი არავინ არ ლაპარაკობს და რა. აი ლაპარაკებს ყველა იგა. მართლა? არანტიას მაძლევ. გადლე მაგის გარანტია. მაყოფილი ხარ? არა. რატო? მოგებაზე ვერ გადიხარ? ვერ მოგები. იჩერაში რომატევადობა ვიცი გავიგე, მაგრამ რამდენი უნდა იყოს? მე 15 მეტრა ყიდე ყუნზე. რამდენი? აი ეხლა. აბა სასდილოში აი ეხლა. გააკეთე კაც. აი ეხლა. სასდილოში შადი ხარ. მეხუმრები? 5 მანეთი რა ამბავია. 15 მეტრა ყისი ლიტრა ღვინო. მოიცა შენ გინდა მითხარ რომ ყურძენი კილო უნდა ღირდეს 5 მანეთი, 5 ლარი. 10, მათ 15, 20? რა დაიღვია რა. კაი, რეალურად რამდენი უნდა ღირდეს რომ მოგებაზე? რეალურად როგორ? ლარზე ნაკლები ხაცელი არ უნდა იყოს ყურძენი. მაგრამ რუსეთში არ გადის ღვინო და რა ქნან? არ იმარებენ ქარხნები. არა, რატო არ გინდა რუსეთი? არა, არ გვინდა რა, მე შენ გეკითხები, გინდა? 200 წელიწადი იმაში ვიყავ, რუსეთში ვიყავ და იქავა, იქიდან ტერიტორიები რო დაგართვა? ოსეთი, აფხაზეთი? თვითონ თავრობა რო ყო, მიმართ. აი რა, დაგიბომბა ხალხი მოგიკლა რა? მეტი რა, მაიმინდა ბომბა.
ვინა და რუსებმა დაბომბეს. რუსებმა კეთება, ჩვენებმა დაბომბეს. ვერ გავიგე. ჩვენებმა დაბომბეს. აი რა ჩვენებმა დაბომბეს. პოლიტიკა თავი და ლარი. რატო? რატო? ვერანას გაურებს ტრაქტორი, წამალი, მუშა ვერანას გაურებს. ხო, მაგრამ ქარხანა უნდა ჩაიბაროს ლარად, ხო? ლარა ჩაიბარო, რატო არ ჩაიბარო ქარხანა? არა, ვერ აკეთებს ამდენ ღვინოს, არ არის ამდენი გასაღები აი, ბაზარი. საქართველოს სხვა ქვეყნებში თუ კი 20-25 ევროები ღირს ღვინოები. ხო. ო, როგორ აღის? ჩვენი შეიძლება არ ვარგა ისეთი მაგარი არა. ჩვენზე ნაკლები ყურძენი ასა აი, შენ ყურძენი გააქვს? არა მაქვს ყურძენი, გასულ. აბა რა გაქვს? აქ რატო ხარ მაშინ? მუშათა ვარ ამოსული. მუშათა ხარ ამოსული. გაუმარჯოს. მოდი აქა, მოდი. როკი გიყვარს, ხო? მოდი პოლიტიკაზე არ ვლაპარაკოთ, მოდი, ისე ვილაპარაკოთ. რა იყო? ვერ ეთქვი, იმას რო ეუბნები, შენ მითხარი, მიდი. ხო, რატო ვერ ამო, იმას რო აგულიანებ, მოდი აქ. მოდი, კაი კაცო. იმას ხო აგულიანებ. შალვა. შალვა. თენგო მახარაშვილი. დავაი, შალვა რამშვილი, მიდი. მე თენგო მახარაშვილი. სასიამოვნოა. მაყოფილი ხარ ყურძნის ფასით? არა. რატო? არავითარ შემთხვევაში. 50 თეთრია, ხო? არავითარ შემთხვევაში. აუ, ყურძნის ფასი უნდა კონდეს 50 კი არა, ლარი უნდა. მაგარი კი არა, მამისმნე. ერთი წუთი. ბორჯომი რაღის, ბორჯომი. არ ვიცი. აი წყალი, ძალიან წყალი ვაყიდე მე მანათად. ხო, ეგრეა. მერე პივა ღირს 1 ლიტრი. აუ, ეხა კაი პივა გაასწორებდა არა, რა. გაასწორებდა რა. არა, კაცურად მითხარი რა. კაცურად გეუნები და კაი კაცურად პივა გაასწორებდა. ვიდან ჩაარტყი? ცოტა. რა უნდა ბიჭო. მუშას უნდა ყვება თუ არა ყვდება გადაცვალე. ჯიგარი ხარ. ხო. ხა? გახსნარიცი, გაგიხსნი კაც. აჰამადე. დონი ჩამოაგე, ნუ. მიდი აბა, როგორ? ამა წერება გასადა. მაიცა. დონი ჩამოაგე. აჰა. ვის ყურძენ ფას დააყოლო. აი, თაგდომეთ მოიგე. როგორ? ყურძენ ფას არ დააკლეს. ვის არ მოუმატებს. ხო. ყურძენ. ხო, გაუბე. გაუმარჯოს. ყურძენი უნდა გიწეთ ლარი. კაი. ვიღას კიდევ სიდედრის საფლავზე გული წავო, ივაი გაუმარჯე. რა გინდა, იცი რა კაი სიდედრი მყავს მე. არა, მე ხაგა შენ მე აღარ მყავ. ხო და როგორი ყავდა? ო, კარგი. ვაყობ რა ფასია ყურძენი, რა ფასით იბარებენ? 45 კაი. 45? აბა 50 არის იქით? 45-ზე მეტი არ არის. და ვაყოფილები ხართ? აბა ყოფილი როგორ იქნება, შავქი მაგათები გაძვირია. 40 თუ აქამდე 60 იყო, ახლა 45. ისიც ხვეწნეთ, მუხლი ჩოკებით უნდა მიხვიდე რომ სად არის ქარხანა, აბა? იქნება არღის ეს ლარი, ეგრე დაეცა ფასი. ის სამალი მოგვეცით ნაკლებაში. ვინ უნდა მოქცეს? მთავრობა უნდა მოქცეს? ხომ შემოვიდეს, ხო შემოდის და ცეცხლის 1 კილოგრამი რო 40 და 50 ლარი. ხო და ძია კაცო, რა მინდა გითხრა, იცი? შენ რო იძახი მოგვეციო. ეგ მთავრობა უნდა არეგულირებდეს მაგას, მთავრობა. აბა ვინა მაი ჩვენ. რატო ეს ხო ის არის? თავისუფალი ბაზარია, თავისუფალი ეკონომიკაა. ჩვენ ხო არა გაჩეხე მაგალითად, ვენახი და სხვა რამე დათესე თუ მომგებიანი არ არის. რა ვიცი რა არის მომგებიანი? იცი არ ვიცი ეხა მე არა მაქვს წარმოდგენა. სტუმრა ჩემთან რა დაგალეინო რო ავჩახო. ნუ იმის სამყოფი რომ მე დამალეინო დატოვე რა. ეგ რა გამოვა. აქ კახეთში შეგა ღვინო რო არა ქონდე თავს მაეკლავს კაცი. აი ხო შეიძლება რომ სხვა ევროპაში გაიტანონ იქ რა თქმა უნდა. ანუ მაგაში უნდა მოგეხმაროს ხო? აბა მოგეხმაროს. რა ვიცი ბიძინა ივანიშვილზე იძახიან გადაარჩეს საქართველოს. ჰა? ყველა მაგრი იძახს რა ვიგე. ყველა მაგრი იძახს და გადაარჩეს. აბა თუ გადაარჩენ აქ არა ვარ დგას. ხო რა ვიცი იძახიან რომ გადაარჩეს. მე ხვედით იქამდე ივანიშვილამდე მაგრები ხართ რა. არა. მაიცა მითხარი. ხო, აბა რა, ვინ გადაარჩეს? არ გადაარჩეს. რატო? ვინ? ბიძინა ივანიშვილი დაუშვათ. მე როგორ? მითხრის რა. აი როგორ? აი რა არგუმენტები გაქვს რომ გადაარჩეს? მე იმის მაგრად ვერ ვილაპარაკე, ვიღაცები იძახიან. აი ლაპარაკე, შენ ხო იძახი გადაარჩეს. ისიც ხო უნდა იცოდე როგორ გადაარჩეს. მე ლაპარაკე, რატო? შენ სახელი? არ გიდატარდა. არ მისმენე, შენ ლაპარაკობ, მე არ მისმენდა. როგორ არ გისმენ? ხო და მოდი მომისმენე, დაგელაპარაკო. გადაარჩესო და როგორ გადაარჩეს? მოდი აქ დაგელაპარაკო. ხო და დადექი აქ, დაგელაპარაკო. არ მისმენდა. იქნებ მაგ, მოდი აქ. არ მისმენ, ჩემო კარგო კაცო და მოდი აქ, მე ხო არ დაგიწყებ დევნას, არა? ეგ რა უცნაურია. რაღაც თქმა მინდოდა და. ვინა თავრობის მომხრე არის? თუ იცნობთ ამ კაცს? იცნობ ვინ არის? ბრიგადირია. ბრიგადირია?
მოდი აქა რა აგიხსნი კაცო შორიდან ხო არ დაგიყვირებ არა დაგიყვირო ჯერ ერთი მე არ მithქვამს ხალხი იძახის და მათი აზრი მაინტერესებს აი შენ არგუმენტები ხო გააქვს მე არ მაქვს არგუმენტები მე ვარ ჟურნალისტი მე ვსვავ კითხვას და ხალხი იძახისო ვა ვერ გაიგო ამან კითხვა დავსვი კითხვა და პასუხი მაინტერესებს რატო ასე გამწარებული რატო არ შეიძლება ეხლა რა ვიცი რა ვინ არის თავრობის აკაცია კაი ეხა მივდივარ მიშას ვენახებში წელს ვერ მოვარდა კულავ ამა იქ როგორ გამოაცხადა იქ მივიტანე მარანში ჩიკანეს ქარხანაში და არ მიიღესო აფა თედა უნდა პრეზიდენტის იმე თუ არ იმაღო მეორტის სულ გააწყალებს კაც შანსი არ არის ყვარელში ყოფილიყავით და არ გადაგვეღო სააკაშვილის სახლი როგორც ხედავთ მაგარი მშენებლობები მიდის აქ კარიბჭეს აკეთებენ გაითვალისწინეს რა წარსული შეცდომები რა თქმა უნდა დაცვის პოლიციაც აქ არის რომელიც რეკავს გბარდებით უნდა ჩაგბარდეთ გამარჯობათ დილამშვიდობისა შიგნით არ შევდივართ გარედან ხო შეიძლება რომ გადავიღოთ სავალ ნაწილზე ხო არა შიგნით არა აი უთხარი მე კი ბატონო ამას არ გადავ კარგი აქეთ რო გადავიღოთ არ შეიძლება აქ კერძო საკუთრება ვიცი კი იქით გადაიღეთ იქით ვენახები გადაიღეთ ეს ვისი ვენახები არის ვიღაცის რამშნელობა აქვს ისე გაითვალისწინა სააკაშვილმა შემირჩევა და ღობეს აკეთებს იმიტომ რომ მაშინ რომ შემოვედი იყო გაუგებრობა ხო ასეა გარედან ნებისმიერი კერძო მოსაკუთრის გადაღება მე შემიძლია მაგრამ თუ ეს არის განსაკუთრებული დაცვის ობიექტი თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რომ არ შეიძლება და ჩვენ დავემორჩილებით არ შეიძლება ანუ ამიტომ რომ განსაკუთრებული დაცვის ობიექტია ხო არ შეიძლება გადაღება არა არც ვიღებთ ხო ხედავთ რომ არ ვიღებთ არა აღარ ვიღებთ აგერ წამოვედით და არ ვიღებთ მაგრამ იმიტომ არ შეიძლება რომ პრეზიდენტის სახლია თუ იმიტომ არ შეიძლება რომ პრეზიდენტის კი არა და კერძო საკუთრებაა ეგ არის დასაზუსტებელი კერძო საკუთრება მე თქვენ გირჩევთ რომ აწიროთ ჩემნაირი ვინმე მოვა ეჭვებარება რომ ჩემნაირი ვინმე მოვიდეს უთხრათ რომ გადაღება არ შეიძლება იმიტომ კი არა რომ კერძო საკუთრება არამედ იმიტომ რომ პრეზიდენტის სახლია კარგი დიდი მადლობა ნახვამდის ძვირფას ტელემაყურებელო თქვენთვის რომ ყვარელში ბოლო ვიზიტისას წაგვართვეს მიკროფონი და მე შევიტანე განცხადება პოლიციაში ეხლა ვნახოთ რა ბედი ეწია ჩემს განცხადებას და პოლიციის უფროსს პოლიციის უფროსი მოხსნეს მართლა ჩემი გადაცემის გამო თუ არ იცით შეიცვალა პოლიციის უფროსი თუ არა ძალიან კარგი ეხლა მე თუ გახსოვთ განცხადება დავწერე მიკროფონი წამართვა პოლიციის თანამშრომელმა და რა ბედი ეწია იმ განცხადებას მოკვლევა დაწყებულია არ არის დაწყებული იქნებ გაარკვიოთ პოლიციის უფროსთან იმიტომ რომ ოფიციალურად გადაღებულია დავტოვე კიდევაც ეგ განცხადება და მოვედი აგერ დაზარალებული ვარ ნუ დაზარალებული არა ვარ ცნობილი ჯერ მაგრამ მიკროფონი არ დაუბრუნებიათ არ არის ადგილზე 9 საათია და როგორ არ არის ანუ თქვენ გინდათ მითხრათ რომ პასუხისგებელი პირი არავინ არ არის პასუხი რომ გამცეს რამდენ ხანში მოვლენ მაშინ შეიძლება არ მოვიდნენ საერთოდ მოვლენ როგორ ხო არა რა თქმა უნდა კარგი ვინ არის ახალი პოლიციის უფროსი დავით გიგაური ის ვინც იყო ძველი გაუშვეს კაია არ უნდა წაართვას მიკროფონები ჟურნალისტებს და არ გაუშვებენ მადლობ დიდი მადლობა არის ვინმე შიგნით თუ იცით გამგებელი არის თქვენ ახართ გამგებელი გამარჯობათ შალვა რამიშვილი თქვენი სახელი რა მინდა ისი დახმარება მინდა გთხოვოთ პოლიციაში არავინ არ არის და ძველი პოლიციის უფროსი რომელიც მოხსნეს ხელმძღვანელობდა რაღაც ოპერაციას სადაც მე მიკროფონი აი ესეთი მიკროფონი უკაცრავად ერთი წუთით ეს არ არის მიკროფონი აი ესეთი მიკროფონი წამართვა პრეზიდენტის სახლთან ვიყავი რა ხო და ეხა მინდა რომ დავიბრუნო რა ეს მიკროფონი და რამენერად თავრობის წარმომადგენელი ხართ ხალხზე უნდა ვიზრუნო და აგერ ხალხი ვარ და რა ვქნა ახლა მომესთ მიკროფონი და წავალ მე ნამდვილად არ დამეხმარეთ ვესტები რომ დაგეხმარა როგორ და მოვიკითხავ შენ მიკროფონს და აუცილებლად დავაბრუნებ თუ არის ეს და გლეხები რო უკმაყოფილოები არიან 45 თეთრი როღის ყურძენი
როგორ გადაგება 45 ჭდება 50-ის 55 და 60 თქვენ სახელი უკაცრავად ნუ ამას რა მნიშვნელობა რო რა კაცო საჯარო პირი ხართ კიდე გეუნებით გამგებელი ხო ხართ მითხარით თქვენი სახელი ხალისხის და მიხედვით უკაცრავად რა მინდა 50 ცოტა უხერხულია 50 55 და 60 ღირდა ბატონო ჩემო ლევანი გამსახურდია ხო ბატონო ლევანი აჰა გამსახურდია კახეთში გამგებლად ძალიან მაგარია აი ეგ არის საქართველო რა მინდა თქვენი აზრით მე ვერ ვნახავ გლეხს რომელიც უკმაყოფილოა როგორ უნდა იყოს არა შედარებითია ფასი ხალისხი და მეგიხსნით თქვენ კითხავს და არა იცით რატო როგორ ნახავთ როცა შეიძლება გლეხს თუ იმას შეიძლება ლარი ღირდეს და ლარ ნახევარი არა აი თქვენი აზრით როცა მიდიხარ გლეხთან და ეკითხები რთველით კმაყოფილი ხარ უკეთესი ფასი უნდა ყოველთვის გლეხს თქვენ ხო ეცით არა ეგ რა თქმა უნდა არა ეგეც უთხარი რომ ეგეც უთხარი რომ მთავრობა ფასს ვერ დაგიდგენს საბჭოთა კავშირი წავიდა თქო მაგასაც ვეუბნები მაგრამ ჩივიან ძირითადად არა არ ჩივიან ეხლა არ მოხდა იცით ვიცი ხო რას მოხდა კი იმიტომ რომ ვერ გაგიდეს მაგრამ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს ჯობია არა რუსეთის ბაზარი არ გვიჭერს ჩვენ არ გიჭერს წელს კაცეთელი ქარხნებში აღარ წელს ანუ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს ან არ იყოს სულ ერთია ხო იმდენად რამდენადაც უკრაინა ბელორუსიაში გადის თქვენ ახლა მაგას გულსვლად მეუბნებით რომ რუსეთის ბაზარი სულ ერთია იყოს თუ არა ნამდვილად არა მაგარი აბა ისინი იტყუებიან ვიღაცები რომ ვიღაცა ეკონომისტები იძახიან რომ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს და უფრო ჯობიაო არა მე გეუბნებით რეალობას რაც ადგილზეა რომ ქარხებში ნაშთები ნაშთები კი ბატონო არა მე მჯერა თქვენი კაცო რუსეთის ბაზარი რასაჭიროა არა მაინც ხო ადონი აი ესეთი მეგრელი კაცი მინდა კახეთში გამგებლად რა შუაგულ კახეთში ისე დაგელაპარაკება ტკბილად მე სულ არ მომწეს ეს მიკროფონი კი არ ნერვიულობ ველოსიპედისტი რო არის ბოთლები რო დააქვს თქვენ ბოლოსია სად მივაგრძნო სადა და ეხლავე გეტყვი ხო სახლი არ ძით სახლი როგორ არ ვიცი მაგრამ მე რა საწამოვიდე იქ წამომყევით აგერ მანქანით მე ფეხები მткиვას მანქანი ამოგიყვა ისე ამოგიყვა წამო ბაბოჯა ელიკო ბაბო სურათი გადამიღება ერთი მიდი მოდი აბა შენთან ერთად გადავიდე რაჯი გაიჩაიცი ელიკო ბაბო ჩაიცი აჰა всё რა კაი ხარ შილო შავლამ ქვია მე აჰა ხო მომისმენ რამდენი წლისა ხარ რამდენისა ვიქნები 72 10 წელიწადი დაუმატე კიდე 82-ისა ხარ კი ბატონო მერთმა კაი ჯანი მოგცეს რა შეგიძლია მითხრა კარგი ახლა ხო კარგი მითხარი ეგ რო გითხრა ხო ქალაქამდე სიცილად დაიცნე მიდი დავაი მითხარი დავაი ასათაური ხარ ხო ქალაქელი ხარ მე გურული ვარ გურული ოჰო აი გურული და ვიცი მაგრამ ხო რა არის ნუ იცი ხომ მე გაჯანსება მომიყევი მიდი მაგაი გეტყვი ნახა გურული ხარ ერთი გურული ხალი მამაცემ დეშაირა რაიგე მართლა მამაცემ დეშაირა ხო და მაისეიცო ძალიან კარგი კაცი ხარ გამოთქმელი მეტად ბრძენიო მაგრამ ოდიში ეგ მეტად გძელი ხო და ამ მამაცემა კიდე ხელად მოუგო სიტყვა რა საჩხირეთში დავიბადეო საქართველოს გავხდი გვიციო და თუ შეიძლება სიდგანიციო ეგ ხარ მაგარი ხარ ძალიან აბა შენიცი იცოცხლე შილო კეთილი აი აქ ცხოვრობს ის ჩვენი ველოსიპედისტი ნოდარი ჩერკეზიშვილი როგორც გავარკვიეთ კიდევ რაღაც მოგწევ რომ მივიდო ხო იმიტომ მოვიდივარ ხოლმე არ გასახუნდი ვარ შემოსვლა აგი აი ეს ის სადუნა ჩვენოთ რასაკეთებს ამ ბოთლებით ვიცი აბარებს ისე მაგარი უცნაური კაცია ბევრი პროფესია მაქვს იძახის ეხლა აი აქ რო იყოს თვითონ პიანინოზე უკრავს აკარდიონზე უკრავს ჩონგურზე უკრავს გიტარაზე უკრავს რა ყველაფერს უკრავს მე მგონი თვითონაც უკრავს ხედავთ რა მაგარი სტადიონი კეთდება აგე მაგრამ საინტერესოა ეს სტადიონი ტბის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია თუ უბრალოდ სტადიონია მაგრამ სტადიონი მართლა კარგია ეს არის ტბა ხო იქნება ხო? როდის იქნება? არა, ორ კვირაში იქნება ტბა აქ, ხო? ორი არის, მაგრამ არა, ნუ მთელი ამბები რა. აბა გადავიდეთ. ხო. ახალი დარდუბალა რო დაიწყოთ, არ არის დრო. ვა, ხედავ, შენ რა თავამად ლაპარაკობ. რომ მოხსნან?
საიდან მოხსნა? ლაპატკიდან მოიდა აბა. აჰა, მიაყარე, ვიდი. მოდი დამიჭირე. შენ გაცემა გააკეთე, მიდი. ინტერვიუ მუშასთან, მიდი. მე ვითომ მუშავა, შემეკითხე. იქ რა გავაკეთო, მითხარი? აი ეს ლამი მიაყარეთ, აგერ კი იმას. მიდი აბა. თან მკითხე, კაცო, იმუშავე შენ, მე მუშავა. მიდი. შენ ხარ ჟურნალისტი. შენთვის ესე თქვი და მე მომიშვიდე, მიდი. მიდი. რისთვის ჩამოხვიდეთ? აკა რა, არა. მომისმინე? მომისმინე. მე მუშაობ და შენ ჩამოხვედი პირიქით რა, როლები გავცვალოთ. მე ჩამოვედი. ხო, დავაი, წავიდე. შენ ჩამოხვედი, მე მუშაობ რა. მიდი. ჰეი ხა. აბა რას აკეთებთ აბა? აი ისა, ლამსა ვაყრი იმასა რა ქვია. და რა არის აბა? მომიშვიდე თან გას. აბა ბატონო. ხო, შენ რო თქვი, მე მომიშვიდე. ჯერ შენ თქვი, შემეკითხე? რას აკეთებთ? და მომიშვიდე. ეხლა ნუ მიყვირი ხარ ოღონდ ეხლა. ცოტა აბა ეხლა როგორ გინდა თუ არ დაგიყვირე? როცა ლაპარაკობ შენ მიშვიდე. ეხლა შენგან მაგარი ჟურნალისტი გამა. მიდი წავიდა. წავიდა. რას აკეთებთ? რას აკეთებთ? მუშაობ. რამდენს გიხდიან? 10 ლარს დღეში. გავარტყი? კმაყოფილი ხართ? არა ვარ კმაყოფილი, მაგრამ რა ვქნა აბა? თოსუს ჭამა ხო უნდა? 10 ლარი გავარტყი? 10 ლარი არა ეს. არა? ნაკლები? 10 ლარად ვინ იმუშავებს? ხო, ანუ 20. აი, 20 ხო გავარტყი. იქით ატბას აჯობებს ეს. ხო? მაგრამ დარდუბალა გავაკეთე ესე იგი. აუცილებელია სიფხიზლისთვის. რა ქვია შენა? დათო. კაი დათო. აბა კარგად, დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენ ვამთავრებთ კახურ გადაცემას. ბევრი საინტერესო ნახეთ, ვიხალისეთ, ნახეთ ასევე მდგომარეობა ვენახებში და ზურებში. მე გემშვიდობებით 4 შაბათს, ჩვენ კვლავ შეხვდებით ერთმანეთს 22 საათზე და 30 წუთზე.